უნდა აღინიშნოს სოლიდარობის წერილთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად ყველა პარტიის წარმომადგენელმა, რასაკვირველია, ოპოზიციურ პარტიებზე არის საუბარი, მოაწერა ხელი ამ სოლიდარობის წერილს, ანა თქვენგან დავიწყოთ საუბარი, რატომ დაორგანიზდა ცალკემ ქალების წერილი და თვლით თუ არა, რომ გენდერული ნიშნითაც იყო მათ შორის თინა ბოკუჩავა ამ გზით ზეწოლის სამიზნე. დილომშვიდობის მივესალმები მაყურებელს. ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში, ძალიან მძიმე მოცემულობაშია, შესაბამისად ქვეყანასთან ერთად თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ბრძოლის ეპიცენტრშია და იზიარებს ამ ბრძოლის პათოსს, მათ შორის შეიძლება ფიზიკურად ვერ იყოს ამ ბრძოლაში, მაგრამ პათოსს იზიარებდეს, იმიტომ ყველა მსგავსი ადამიანი არის რეჟიმის განსაკუთრებული სამიზნე და როდესაც სამიზნეზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ვსაუბრობთ იმ ტერორზე, დაშინებაზე, ძალადობაზე, რომელსაც რეჟიმი იყენებს თითოეული ადამიანის მიმართ. იყენებს და ჯერ კიდევ არ აქვს გამოყენებული ალბათ ძალიან ბევრის მიმართ. ჩვენ ხედავთ რა სიღრმეებში შევიდა და რა ამორალური სახე მიიღო რეალურად ბიძინა ივანიშვილის ტერორმა. შესაბამისად ქალების მიმართ განსაკუთრებული ბრუტალურობით გამოირჩეოდა ხოლმე ყოველთვის, იქნებოდნენ ეს ქალი ჟურნალისტები, ქალი პოლიტიკოსები, თუ ქალი აქტივისტები და ხშირ შემთხვევაში იყენებდა რეჟიმი ისეთ ამორალურ მეთოდებს, ოჯახის სიწმინდეს ამოფარებული რეჟიმი ფარისეულად, ეს უნდა ითქვას აუცილებლად, რასაც არანაირი გამართლება კი არა, არ ვიცი რა შეიძლება დავარქვათ ხომ. ჩვენ ახლა გუშინ რაც ვიხილეთ, ეს არის ცალსახად თინა ბოკუჩავას, როგორც პროდასაულური პარტიის, ბრძოლის ველზე მყოფი პარტიის, რომელიც წინააღმდეგობას უწევს რეჟიმს, დაშინების, გაჩუმების, შანტაჟის მცდელობა. სხვა მიდგომა აქვს ქალების მიმართ არჩეული ფაქტია რეჟიმს, რიგ პოლიტიკურ ლიდერებს ის დევნის და პირდაპირ ციხეში უშვებს, როგორც არის მაგალითად ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია და ალბათ ძალიან მძიმეა, მაგრამ ნიკა გვარამიაც მალე იქნება დაკავებული, ხოლო ქალების მიმართ არჩია ასეთი სტრატეგია. ცალსახად სხვა შორის უნდა გავიხსენოთ პირადი ცხოვრები, მათ შორის შანტაჟის მცდელობები გასულ წლებში, მათ შორის პირველ რიგში ეს ქალებს ეხებოდათ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და გავიგეთ ალბათ მცირე ნაწილის შესახებ, ესეც მნიშვნელოვანია ამ ტიპის შანტაჟზე როცა არის საუბარი და სხვა შორის ეს ხდებოდა 2015-16 ჯერ კიდევ ძალიან პერიოდში, როცა ცოტა უფრო ვარდისფერი სათვალით უყურებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც დღემდე არის ძალაუფლების მქონე ქვეყანაში. და ჩვენ გუშინ პოლიტიკოსმა ქალებმა სხვადასხვა პარტიებიდან ერთობლივი გამოვაქვეყნეთ, იმიტომ მათ შორის ჯერ უპირობო თანადგომას და სოლიდარობას უცხადებთ ყველა ქალს, რომელიც ამ ბრძოლაშია და მით უმეტეს წლები არის ამ ბრძოლაში. და ქალები პოლიტიკოსებთან ერთად დედები არიან რეალურად, ხომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ვისით ხდებოდა დაშანტაჟება? ხდებოდა შვილებით, რაც ყველაზე ამორალური არის რეალურად, ხომ? სულ წერტილად რო იქცევა შენი შვილები, აი რაგრაფია ეგეთ ქვეყანას, ხო? ნამდვილად. და შვილებით შანტაჟი, შვილებით манипуლირება და დაშინება, მე არ ვიცი საერთოდ რაში წერია რეალურად ეს რეჟიმსაც ხდება კრიმინალური სახე მიიღო ამ ყველაფერმა. ეს უკვე კრიმინალური დაჯგუფება არის, რომელიც მომჯდარი არის ხელისუფლების სათავეში და ყველა შესაძლო ინსტრუმენტით, ხერხით და მიდგომით ცდილობს ადამიანების გამოფიტვას, დაშინებას და მათი ბრძოლის ველიდან ჩამოცილებას. და შესაბამისად თუ რამე გადაგვარჩენს და გაგვეძლიერებს ამ ბრძოლაში და ამ განცხადების მიზანიც ეს იყო არის უპირობო ერთობის, თანადგომის და სოლიდარობის მაგალითების ჩვენება. ქართული ოცნების წევრების რეაქცია საინტერესოა, მოულოდნელი არაფერი არ იყო, მაგრამ რადგან ქალების რაღაც ამ ნიშნით გამორჩეულ სოლიდარობაზე საუბრობთ, ალბათ უნდა გავიხსენოთ მათი წევრი ქალებიც, ხო, მათ შორის რომელთაც აბარიათ ეს ქალებთან დაკავშირებული საკითხები. აი მარიამ ლაშხი მაგალითად, რომელმაც აი სწორედ ამ შვილების დაცვის მოტივით თქოს გაუშვა ციხეში პატარა ახალგაზრდა ქალები, ხო? ზუსტად. ხო, ეს არის, იმიტომ არის ეს რეჟიმი ფარისევალი რეალურად და დანაშაულებრივი რეალურად, რომ ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს. ეს ორმაგი სტანდარტი არის დამანგრეველი. კანონი მხოლოდ მათთვის მოქმედებს და კანონები მხოლოდ მათთვის იწერება. რეალურად და ინტერპრეტირდება, ესე ძალიან მნიშვნელოვანია და სწორად აღნიშნეთ მარიამ ლაშხმა ორი პატარა გოგო, ბავშვები, 18 წლის სტუდენტები, პირველი კურსის სტუდენტები, ციხეში გაუშვა იმის გამო, რომ იძახდნენ ძირს რუსეთის დამპალი იმპერია და
პოლიტიკური შინაარსის მესიჯი. ზუსტად. და უბრალოდ მარიამ ლაშხი იმყოფებოდა ბავშვებთან ერთად. აი ეს არის ყველაზე ამორალური რეალურად, რომ სახელმწიფო შეიძლება მუშაობდეს მხოლოდ მარიამ ლაშხისთვის და რეჟიმის მორჩილებაში მყოფი ადამიანებისთვის და ესეც მუშაობა არ არის, ხო, ეს ეს საშინლად ინტერპრეტირებული სადამსჯელო ინსტრუმენტად, სასამართლო ხო, სადამსჯელო ინსტრუმენტად არის ქცეული. ზოგადად ასეთ გარემოს, სადაც ბავშვებს უწევთ, რომ მოისმინონ მათი მშობლის მიმართ თუნდაც პოლიტიკური შინაარსის და ბავშვებს უწევთ მათე დევიძე ბავშვი არის, რომელიც რეჟიმის პატიმარია, ბავშვი არის, 18 წლის არის, ემუქრება 7-9 წლამდე ციხე რეალურად და აი ამ ბავშვებს უწევთ ციხეში ჯდომა და სხვის ბავშვებმა პოლიტიკური მესიჯების მოსმენის გამო, ხო, სხვისი ბავშვებისთვის, ანუ რისი თქმა მინდა რეალურად რომ რა თქმა უნდა ბავშვი ამას არ სასურველია რომ არ შეესწროს. სასურველია რომ არ შეესწროს. მოქმედებს ეს გარემო ცუდად მათ შორის მასზე. უბრალოდ ბარბარეთ საუბრობდა რომ იგივე მარიამ ბაჯელიძეს შემთხვევა რო ავიღოთ, მცირეწლოვანი ბავშვი ყავდა მას სახლში, თვითონ ორსული დილით შეუცვიდნენ მას სახლში და ჩვენ არ მოგვისმენი ამაზე, ხო? არც მარიამ ლაშხის დაგმობა, არც ნინო წილოსანის, ხო, აი ძალიან ფორმალურად რო იცავდნენ ამ ყველაფერს და აი ბარბარეს კიდევ ერთ აზრს გავაგრძელებ, რომ სხვა ღირსია. ეს არის მათი პროპაგანდის საფუძველი, რომ სხვისი დეჰუმანიზება უნდა მოხდეს, რაღაც ნაცები ან რაიმე კოლექტიური სახელი უნდა უწოდონ და იმის მიმართ არ შეიძლება თანაგზნობის გამოხატვა და ამ დროს ის ციხეში ასმევინებს ადამიანებს, იმიტომ რომ მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო ძალიან ცუდია, მაგრამ ბავშვებს მოუწიათ შეძახილების მოსმენა. ეგ არის, იმიტომ ამბობთ, რომ ფარისეულური არის რეჟიმი, ორმაგი სტანდარტი აქვს, კანონის უზენაესობა არ არსებობს და მორღვეულია ყველაფერი, რომ ეს რეჟიმი რეალური ღირებულებებისთვის ხო არ იბრძვის, ესენი ამისთვის ხო არ იბრძვიან, ესენი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვიან რეალურად. ხო? და აი ეს არის ყველაზე მძიმე და ამ განცხადებებს ვერასოდეს ვერ მოვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან. ესეთი განცხადებები არ იქნება დღის წესრიგში და ერთადერთი მათი ამოცანა იქნება დისკრედიტაცია ყველასი, დაშინება ყველასი, მარგინალიზაცია ყველასი, იქნება ეს აქტივისტი, პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ჟურნალისტი თუ ადამიანი, რომელსაც უბრალოდ პროტესტი აქვს ამ ყველაფრის მიმართ, მხოლოდ აი მათი მადისკრედიტებელი მესიჯები იქნება გაჟღერებული ქართული ოცნების მხრიდან, იმიტომ მათ ღირებულებაზე დაფუძნებული მართვის სისტემა ხო საერთოდ არ აქვთ, მორჩილება აქვთ ერთი ადამიანის მიმართ. ესენი არიან ჯგუფი, კრიმინალური ჯგუფი ცალსახად, რომელსაც აი გენდერი საერთოდ დაივიწყეს, კანონებიდან ამოიღეს გენდერის სიტყვა და ხო, გენდერული საბჭოები გააუქმეს და საერთოდ ანუ ამ დროს რაღაც დედის და ქალის კულტზე გველაპარაკებიან და აი მარტო აი პოლიციელები როგორ მიმართავდნენ აქციაზე ქალებს, დედების თვალწინ როცა შვილებს იჭერენ, ნაცემი ქალები, დევნილი ქალები, დაშანტაჟებული ქალები, ხო? არ ვიცი, ზეწოლის ქვეშ მყოფი ქალები, მზია ამაღლობელი სახეზე არის ყველაფერი, რა მიდგომა აქვს ზოგადად ქალების მიმართ მათ, ხომ და არ ვიცი ახლა გამოდიან და დედის კულტზე საუბრობენ მართლა და ქალის კულტზე საუბრობენ. ახლა საბაბად უნდა გამოიყენონ ეს, რომ დააჯარიმონ ან რაღაც სანქცია დაუწესონ. ამიტომ არის ის შავი ღრუბელი, რომელიც არის ამ ქვეყნის თავზე ჩამომდგარი, სადაც აღარც სამართლიანობა აღარ არის, აღარც კეთილდღეობა აღარ არის, აღარც განათლება აღარ არის, აღარც კანონის არაფერი აღარ არის ამ ქვეყანაში და ყველამ უნდა იცოდეს რომ ეს შავი ღრუბელი შეიძლება გადავშენდეთ ამ ელზე საუბრობენ 1000 გადავშენდეთ არ ვიცი რას არ გაუძლო ქართული ოცნება ხელისუფლებაში მე მგონი ნუ მაინც არ გადავშენდებით შეგვიძლია უთხრათ ანუ ხო ეს არის პროპაგანდაზე ტვინების გამორეცხვაზე ფარისეულობაზე ამორალურობაზე დაფუძნებული მართვის სტილი რეჟიმის ხო არაფერი არ არის და იმიტომ ვებრძვით ამ ყველაფერს რომ არ გვინდა რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ხდებოდეს არ გვინდა რომ რეალურ ღირებულებით მართვაზე დაფუძნებული ქვეყანა ქონდეს სადაც ყველა დაცული იქნება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანიც მისი შვილიც და მისი ოჯახიც და ხელისუფლებაში მყოფი ადამიანიც მისი ოჯახიც და მისი შვილიც ბოლო კითხვა მექნება ორივესთან ორი სკანდალური ინფორმაცია მოვისმინეთ ბოლო პერიოდში გატაცებებს ეხება ხო პრაქტიკულად ეხება ბაჩიაშვილის შემთხვევაც შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც გატაცების ფორმა როცა არაფორმალურად ხდება ეს ყველაფერი და ისეთი ორგანიზებით რაც მან აღწერა და ნუ იოსელიანის ამბავი კოტე იოსელიანის როცა ვიდეო ნახეთ იქიდანვე იყო გასაგები რომ
იქ რაც მოხდა არ იქნებოდა მისი ნებით. ეს არის უკვე საკმარისი, სულ არ მოგვესმინა ბრალდების დეტალები თინა ბაკუჩავასკან. აი, რაზე მეტყველებს, რა ტიპის არის ეს გარემო ანა და რა უნდა შევპირისპიროთ ორივესთან მექნება იქ კითხვა. და მესამესაც დავამატებდი ნიკამელიას დაკავება იყო გატაცება რეალურად და უკვე მე-10 დღე არის თუ მეტი არა კიდევ უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო არანაირი ტიპის ინფორმაციას არ გვაძლევს და ადვოკატებს არ აქვთ მათ შორის დაკავების ოქმზე წვდომა 10 დღე არის გასული რატომ გაიტაცეს ნიკამელია რა პირობებში იყო და ადმინისტრაციული მაგალითად რაც ადმინისტრაციული საქმე ხო თითქოს პოლიციელი შეურაცხყოფა რა მოტივითაც დააკავეს მაგრამ სხვა მიზეზით გააჩერეს რატო აი ხელწერად სწორად იქცა ხელწერად იქცა გატაცებები რეალურად ეს არის მათი შიშის დემონსტრირება და უსუსურობის პრევენცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძლიერი ძალა მსგავსად არ პოზიციონირებს და დაშინება მოულოდნელობის ეფექტის შექმნა და გეუბნებიან რომ ჩვენ ყველგან ვართ და ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს მაგრამ კიდევ ერთხელ ვიწახი ეს არის ფანტომი რომელსაც ქმნიან რეალურად იმიტომ ძლიერი ძალა ასე არ პოზიციონირებს ეს არის უსუსურობის პრევენციის მაჩვენებელი ამ პრევენციის მიზანი ეს არის ამ შემთხვევაში რა უნდა დაუპირისპიროთ ძალიან მარტივი არის აქ რა შეიძლება წინააღმდეგობა და არ თანამშრომლობა ეს რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ოპოზიციურმა პარტიებმა რომლებიც ვართ ის პროდასავლური პარტიები რომლებიც ვართ ამ ბრძოლის ეპიცენტრში რეალურად და როდესაც არ თანამშრომლობაზე და დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ რეჟიმთან და კომპრომისის არ დაშვებაზე მათ შორის იგულისხმება ყველაზე მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც შეგვიძლია აუცილებლად ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში არ შესვლით, რაც არის ბიძინა ივანიშვილის ამოცანა, რაიმე ფორმით ლეგიტიმაცია მიიღოს და ლეგიტიმაცია მიიღოს ჯერ შიგნით თანხმობით და შემდეგ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე, რაც დამანგრევალი იქნება ამ ბრძოლისთვის რეალურად, აი ეს არის ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში და ერთობით გავაკეთოთ ეს ყველაფერი, რომ რეჟიმს კიდევ ერთხელ გაუწიოთ წინააღმდეგობა